მართლა ხარ სახელმწიფო, პირველ რიგში მაშინ უნდა დანომრო პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებს ურტყავენ, ხო, სპეციალური კოდები არის ხოლმე A1, A5, A7, B12 პირობითად, რითაც ხდება იდენტიფიცირება იმ პოლიციელების, რომლებიც აქციას არბევენ, მაგრამ ჩვენ ეგაც არ გვაქვს და როცა ამბობენ, რომ ევროპაშიც ასევე იშლება აქციები, როგორც თბილისში და აი პარიზის აქციები ნახეთ თქვენ. პარიზის აქციებს რო უყურებ, იქ პოლიციელები დანომრილები არიან, ანუ ვიცი რომ პირობითად პოლიციელმა რომელმაც B12 უნიფორმით ისროლა ცრემლსადენი გაზის ყუმბარა და ვიღაცას თვალი დაუზიანა, ის დაიშჩება და საქართველოში მსგავსი რაღაც არ გაქვს. ანუ ელემენტარული წესდება არის საპოლიციო, რომ უნდა ხდებოდეს იმ მოქალაქეების დაზარალებულად ცნობა, ვინც დასაჯა სახელმწიფომ, ხო, ანუ და ვინც დაასახიჩრა. მაგრამ მსგავსი რაღაც არ არის და ეგ არის აი მართლა ჰიბრიდული და ავტორიტარული რეჟიმის თვალსახვევა, რომ სიტყვებით იძახი რომ დავსჯი, აბარა, ძმაო, ცუდია ძალადობა, მაგრამ სიამოვნებაში ანუ პრემიას ურიცხავ და მსგავსი რაღაცები არის ძალიან ცუდ სამხრეთ ამერიკულ რეჟიმებში, ძალიან ცუდ აზიურ რეჟიმებში და ყველაზე ვისად დიდ სახელმწიფოში რუსეთში, ხო, სადაც არც პოლიცია ინომრება, არც არსებობს რაიმე იდენტიფიცირების საშუალება და მეტიც არათუ პრემიას აძლევენ, შეიძლება 2-ით მეტი წოდება მიიღოს და უცებ ლეიტენანტობიდან მაიორი გახდეს და მსგავსი რაღაც თავის მოტყუება რომ ყველაფერი მაგრად არის ასე ვთქვათ ავტორიტარიზმის მორჩილება და თავის მოხრა რეჟიმის წინაშე.